როგორც გამოცემა Der Spiegel წერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წევრების ნომრები თუ ელექტრონული პოსტები ხშირად იყო გამოყენებული Instagram-ის, LinkedIn-ისა და Dropbox-ის ანგარიშების შესაქმნელად, რომლებიც და ასევე იყო გამოყენებული იმ აპლიკაციებში, რომლებიც მომხმარებლის ადგილმდებარეობას ადგენენ და ჟურნალისტებმა გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოები, რომლებიც ეხმარება მათ იმისთვის, რომ მოიპოვონ ინფორმაცია კონკრეტული პირების შესახებ და ამავდროულად დაამუშავეს ის მონაცემები, რომლებმაც გაჟონა ინტერნეტში დააკვის შედეგად და როგორც აღმოჩნდა, გამოცემა წერს, რომ განსაკუთრებით მარტივი იყო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პიტ ჰექსეტის ანგარიშების და ნომრების პოვნა და ასევე აღმოჩნდა, რომ ელექტრონული პოსტის მისამართი ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული იყო ასევე Instagram-სა და LinkedIn-ზე და მათი პაროლების მოძებნაც იყო საკმაოდ მარტივი და ასევე გაჟონილ ინფორმაციაში ჩანდა ისიც თუ როდის იყო ბოლოს გამოყენებული ესა თუ ის ელექტრონული პოსტა და ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდისა და დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცის ნომრები და დაკავშირებული იყო WhatsApp-ზე და Signal-ზე და Spiegel წერს იმას, რომ სწორედ ამის გამო მარტივი გახდა მათ მოწყობილობებში მავნე პროგრამების დაყენება და მათზე ინფორმაციის მოპოვება და Spiegel აცხადებს იმასაც, რომ ჯერჯერობით მათ ამ საკითხზე არ უსაუბრიათ Der Spiegel-თან, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აცხადებს, რომ მაიკ უოლცის ანგარიშები და პაროლები, რომლებზეც გერმანული გამოცემა წერს, უკვე 2019 წლის შემდეგ იყო შეცვლილი და მას შემდეგ, რაც საიდუმლო ჩატის შესახებ გახდა ცნობილი, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები აცხადებენ, რომ ამ ჩატში ისინი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არ საუბრობდნენ, შესაბამისად, აქ არ იყო ესეთი სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც ამერიკელ სამხედროებს ჩააგდებდა საფრთხეში და საფრთხეს შეუქმნიდა და ისინი გამუდმებით ამტკიცებდნენ ამას, ამავდროულად ჯეფრი გოლდბერგზე, ატლანტიკის მთავარ რედაქტორზე საუბრობდნენ, რომ ის იყო ტყუილებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჟურნალისტი და ასევე საუბრობდნენ, რომ მას საშინელი რეპუტაცია ჰქონდა და სწორედ ამის შემდეგ ჯეფრი გოლდბერგმა და გამოცემა ატლანტიკმა გადაწყვიტეს, რომ გამოექვეყნებინათ დამატებითი დეტალები ჩატის ახალი სკრინშოტები, სადაც ჩანს ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები საუბრობენ ისეთ თემებზე, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ამ კონკრეტულ სკრინში აღმოჩნდა, რომ პიტ ჰექსეთი, თავდაცვის მდივანი, წერს იმას, რომ წინასწარ მან გააზიარა დეტალები F-18-სა და თავდასხმაში მონაწილე სხვა თვითმფრინავების შესახებ, მათ შორის ისიც თუ როდის მიუახლოვდებოდნენ ისინი სამიზნეებს და რა სხვა რესურსები იქნებოდა გამოყენებული ამ ოპერაციაში და ასევე, რაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს მიმოწერა მიმდინარეობდა, ის რუსეთში იმყოფებოდა, თუმცა დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამტკიცებდა იმას, რომ ამ ჩატში არ იყო სენსიტიური ინფორმაცია და ამავდროულად იმასაც საუბრობდნენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ იემენში ჰუსიტებზე თავდასხმამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, შესაბამისად ამ ჩატს არანაირი ზიანი არ მოუტანია.